მოგესალმებით, ფსიქოლოგია და აროსარხსა დღეს გვექნება საინტერესო გაშლა თუ რა ეტაპი დაიწყო შენს ცხოვრებაში, ან ეს არის დაიწყება. და მიმოვიხილავთ ხო ზოგადად რა ეტაპი იქნება ეს, რას მოგიტანთ, რა სასურველია ვიცოდეთ ამ ეტაპთან დაკავშირებით. გაშლა იქნება ერთპოზიციანი, არ გვექნება 2-3 პოზიცია, გვექნება ერთი მთლიანი საჯარო პოზიცია. ბევრმა დამიწერა უკავშირი წინა ვიდეოებზე და მადლობა მისთვის. ბევრს მოეწონა ძალიან ეს ერთპოზიციანი ზოგადი გაშლა და ვფიქრობ პრაქტიკული არის, იმიტომ რომ ყველა დაიჭერს და მოისმენს რაღაც ისეც, რაც მისთვის აქტუალურია, მნიშვნელოვანია, მისთვის რეზონირებს, ხო? ასევე გვახსოვდეს, რომ ეს არის მხოლოდ საჯარო გაშლა და იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტად ზუსტად რაღაცეები ვიცოდეთ, ან ზუსტად რაღაცეები ცოტათი განჭვრეტოთ, სასურველია უკვე ინდივიდუალური სესია გავაკეთოთ, ხო, ინდივიდუალური გაშლა, რომელიც კონკრეტულად იქნება ჩვენს სიტუაციასთან დაკავშირებით, ან ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით იქნება ეს გაშლა გაკეთებული. ასე რომ ვისაც დაგაინტერესებთ და გექნებათ ამის სურვილი და იგრძნობთ, რომ აი ამასთან მინდათ მისვლა და რომ სესიაზე ან ჩაწერა, ხო? აქა ვარ. მომართეთ, ყველა კონტაქტი მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. ჩვენ დავიწყოთ როგორც სულ, დავიწყოთ ჩვენ სიგნიფიკაციით. დღეს ასევე ჩაერთვება ახალი დასტა ლენორმანის, ცოტა ისე და ნახოთ აბა როგორ ჩდება ეს სიტუაცია. კარგი, ნახოთ დასაწყისისთვის სიგნიფიკაცია, ხო, თქვენი სიგნიფიკაცია, თქვენი აი ამ კონკრეტულ ეტაპზე. ვინც ახლა ამ გაშლას ისმენს, უყურებს, რომ მიხვდეთ, იგრძნოთ, თქვენი არის თუ არა ეს გაშლა, ხო? სიგნიფიკაცია ახლა ჩვენი მსმენელის, მაყურებლის რა ხდება მის ცხოვრებაში, რა ხდება მის შიგნით, როგორი ენერგიებია. ბევრს უჭირს, ბევრს საკმაოდ ისეთი ეტაპი აქვს, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ისეთი ეტაპი აქვს, არც ისე მარტივი, სადაც ბევრი სხვადასხვა გამოწვევა არის ბრაზიც, ან ვინმეს მიმართ, ან საკუთარი თავის მიმართ, თვითონაც რო არ ვიცით და ვბრაზდებით საკუთარ თავის მიმართ, ხო? ეს არის გაბრაზება სიტუაციებთან დაკავშირებით, ასევე შესაძლოა იყოს ისიც, რომ აი, დავიღალე ამდენი ჩელენჯები, დავიღალე, რომ სულ უნდა ვიყო ძლიერი, რომ სულ უნდა ვიფიქრო განვითარებაზე, რომ აი, აღარ შემიძლია, ხო? გაბრაზება, წყენა, რაღაც პესიმიზმიც შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არის იმედი იმისი, რომ აი რაღაც უფრო უკეთესი იქნება სიტუაცია, ან უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია, ხო? თუმცა საკმაოდ ისეთი დაძაბული ენერგიები არის, რაც არ არის ბუნებრივია მარტივი, ხო? და ამავე დროულად არის მომენტები ახლა თქვენს ცხოვრებაში, რაც პირიქით გეხმარებათ ზრდაში და გაზრდაში და განვითარებაში. ბუნებრივია, ამიტომაც ხდება ეს, რომ რაღაცა შესაძლოა ისე არ გამოვიდეს, ან ვიღაცამ გითხრას უარი და ჩვენ ეს ჩავთვალოთ როგორც ხელის კვრა, რომ აი მან ხელი მკრა, ან იმან უარყო ჩემი წინადადება და ამან შესაძლოა ასე რომ ვთქვათ, შეასუსტოს ჩვენი თვითშეფასება, ან ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ხო? აი ასეთი მომენტებიც, ან მოვლენებიც, ან სიტუაციებიც შესაძლოა ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში ახლა და არ გაგიკვირდეთ, იცოდეთ, რომ ეს სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არის თქვენ სასიკეთოდ და ზუსტად იმისათვის, რომ განვითარდეთ და ასე ყვავილივით გაიზარდოთ და მზისკენ წახვიდეთ. აი, უფრო მეტად აი რაღაც ასეთი სიტუაციები აქვს ენერგიული კუთხით, რაც იგრძენია ხოლმე ამ სამი კარტიდან, ხო, რაც აქ დავდევით. კიდევ ნახოთ, კიდევ რა ხდება თქვენ ცხოვრებაში აქ, ხო? აი, თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ უფრო მეტად აი თქვენში, ხო, ახლა რა ხდება?
სხვათა შორის აქ რა ხდება და თქვენში არ არის აქ ის მომენტები, რომ ძალიან დეპრესიაში ვიყო. ეს არ იგრძნობა აქ. აქ იგრძნობა მაინც მხნეობა და ის, რომ აი ყველაფერი მაგრად მექნება. თუმცა რაღაც მომენტში შესაძლოა აქ იყოს ის პოზიცია, რომ აი მე უკეთესად ვიცი, მოდი აი ასე გავაკეთებ, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ, იმიტომ რომ ეს 100-ია. მოდი მე ჩემს კომფორტულ ზონაში ვიჯდები, ან მოდი მე ჩემს გადმოსახედიდან შევხედავ მხოლოდ და არის მომენტები, სადაც შესაძლოა ჩვენ ზედაპირულად გადავხედოთ რაღაცეებს ან ვიღაცეებს და რაღაც მომენტებში ავიშენოთ ისეთი კედელი გარესამყაროდან, სადაც უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს იმისათვის, რომ ჩვენ არ გვკრან ხელი, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო სტაბილურად ვიგრძნობთ თავი და უსაფრთხოდ. ხო, აი ეს მომენტებიც შესაძლოა აქ აქტუალური იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ამას ისმენს ან უყურებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია და რაღაც უბრალოდ აქ ხწერ, რაც არის, ხო? კარგი, მოდი მაშინ ვნახოთ ახლა ჩვენ ვნახოთ ახლა ჩვენ ეტაპი. რა ეტაპი? აი ესაა დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. ხო, ძალიან მალე, დღე-დღეზე ასე რომ ვთქვათ, რა ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი დასტარო არ ამოდის კარგად და რა ეტაპი? ასე ვიტყვი, ეტაპი, სადაც თქვენ თვითონ შექმნით და დაიმსახურებთ თქვენს ბედნიერებას. ეტაპი, სადაც აი თქვენ თვითონ გაიკვალავთ გზას თქვენი უნარების მეშვეობით, იმიტომ რომ აქ ადამიანები, ვინც ისმენენ ახლა ამ ვიდეოს ან უყურებენ, ძალიან მოხერხებულები არიან. მოხერხებულები როგორც მენტალურად, ვიღაცა შესაძლოა ფიზიკურადაც იყოს, ვიღაცა ორივე, ხო? აი ძალიან მოქნილები ხართ. ცხოვრებისეულ მომენტების გამკლავებაში, ხო? აი არ არის ის, რომ აი ასე და ასე, ხო, რაღაც ხისტი მიდგომა აქ არ აქვს უმრავლესობას და შეუძლია ადაპტირება და აი რაღაცების არიდება, გვერდის ავლა, ისე რომ მაინც მივიდეთ საბოლოო მიზნამდე, ან სასურველ ადგილამდე, ან სასურველი ადგილის დანიშნულების წერტილამდე, ხო? აი ეს. და ზუსტად აი იმიტომ რომ ეს უნარია აქ ამ ადამიანებს, ვინც ახლა ისმენს ამ ვიდეოს ან უყურებს, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ საბოლოოდ მიხვიდეთ სახლამდე, ხო? სახლი აქ შეიძლება იყოს, არ ვიცი, თქვენი ოცნება, თქვენი სურვილი, ან ისეთი სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ან სტაბილური ურთიერთობები, ან არ ვიცი, ხო? აქ უკვე ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ვის როგორ ესმის სტაბილურობა და ვისთვის რა წარმოადგენს სტაბილურობას. აი აქედან გამომდინარე უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ აქ რა არის თქვენთვის აქტუალური, მაგრამ ეს არის ეტაპი, სადაც თქვენ ამას მიიღებთ. მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ ეს მიიღოთ, აქ საჭირო იქნება გარკვეული ძალისხმევა და ეს რა თქმა უნდა არ იქნება მარტივი, მაგრამ რა არის ამ ცხოვრებაში მარტივი, ხო? იდეაში ყველაფერი, რაც გვინდა, ან რასაც ვოცნებობ, ან რაც ჩვენთვის საჭიროა, კი, ის არ გვეხმარება, რა თქმა უნდა. თუმცა თქვენ არა, ჩვენ ზოგადად, ჩვენ თუ არ გავანძრიათ ხელი ფეხი, ბუნებრივია ისე უბრალოდ არავინ არაფერს არ მოგცემს, ხო? ჩვენც რაღაც უნდა ვიშრომოთ, არ არის აუცილებლად მანდ ფიზიკურად, არამედ ენერგია ჩავდოთ, დრო გადავდოთ, დრო გამოვუყოთ, ხო? განვეწყოთ, შინაგანათაც მზაობა შევიქმნათ და შემდეგ უკვე ბუნებრივია პრაქტიკული ნაბიჯებიც გადავდგოთ, ხო? აი, აქ არის ეს ეტაპი. მე ვიცი რა მინდა და მე ამისკენ მივდივარ და მივილტვი და საბოლოო ჯამში მივაღწევ კიდეც, იმიტომ რომ მე მაქვს გამძლეობა, მე მაქვს ძლიერი ადაპტაციური უნარები, მე ვარ გონება მახვილი, გონება დამევლუკა, აი ეს სიტყვა არის მნიშვნელოვანი აქ ზუსტად, იმიტომ მეშლება. გონება გამჭრიახე. მე ვარ გონება გამჭრიახე და პლუს ჭკვიანიც. და ეს ყველაფერი მეხმარება მე იმისთვის, რომ მივიდე დანიშნულების წერტილამდე. აი ეს არის ეს ეტაპი. ხო, ძალიან ისე ზოგადად.
ეხლა ჩვენ ჩავეკითხოთ, მოდით ჩავეკითხოთ უფრო მეტნაკლებად კონკრეტულად უკვე დავთი. აი რა ეტაპი იქნება კიდევ ეს, ხო? რაც ახლა აი ესე დღე-დღეზე დაიწყება თქვენ ცხოვრებაში, რა ეტაპი იქნება? არჩევნის ეტაპი, ცოდნის ეტაპი, სადაც მე რაღაცას გამოვარკვევ, ეტაპი, სადაც მე რაღაცას დავინახავ, შესაძლოა დავინახო ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდე, ან მივიღო პასუხები იმ კითხვებზე, ან იმ კითხვაზე, რასაც მე დიდი ხანია ვეძებდი და არ ვიცოდი. ასეა თუ ისე, ეს ავირჩიო თუ ის ავირჩიო, ეს მინდა თუ ის მინდა, ხო, რაღაცეები ბუნებრივი არ არის ჩვენთვის ცნობილი და ზოგ ადამიანს უჭირს ამის გამორკვევა. და აქ ზუსტად არის ეს საკითხი, რომ აი ამ ეტაპზე ჩვენ როგორც იქნა მივიღებთ პასუხებს თუ რა გვინდა, ვინ გვინდა, როგორ და რანაირად, ან სად გადის ჩვენი გზა, ან სად მიდის ჩვენი გზა, ან რას წარმოადგენს ჩვენს ამოცანას, ხო, აი ეს ეტაპი ამასაც მოიტანს და ამასაც მოიცავს საკმაოდ ფილოსოფიური და ღრმა ეტაპია. კარგი, რას შენ ასე ვიკითხოთ ახლა. ყველაზე მეტად აი რომელ ცხოვრებისეულ სფეროს შეეხება. თქვენ ცხოვრებაში ბუნებრივია ძალიან ზოგადი კითხვა, რადგანაც ძალიან ზოგადი გაშლა ახლა ეს და აქ ყველასთვის ერთი შესაძლოა არ იყოს და ამიტომ ყურადღებით, ხო? აი რომელ ცხოვრებისეულ სფეროს შეეხება ყველაზე მეტად თქვენს ცხოვრებაში ეს ეტაპი. მაღალი არკანი თქვა ჩვენით სასიყვარულო სფერო, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური, კარიერა, ფინანსები, თუ თქვენ და თქვენი ოჯახი, ან თქვენ და თქვენი რუტინა. აქ უკვე ინდივიდუალურია თუ ყველა სფერო ერთად. ოკეი, ნახოთ. ბევრისთვის ეს იქნება სასიყვარულო ეტაპთან დაკავშირებული. თვითგანვითარება, ზოგთან თვითგანვითარების შანსიც არის, რა თქმა უნდა, იქნება აქ რაღაც ინსაიტები, ჯანმრთელობა, რა ეს ჯანმრთელობას არ შეეხება, კარიერა, ფინანსები კი, თქვენ და თქვენი ოჯახიც, თუ ყველა კი, ყველა სფერო, ყველა იდეაში ეს ეტაპი ზეგავლენას მოახდენს ყველა სფეროზე. აქ არც ერთი სფერო არ დარჩება ზეგავლენის გარეშე. ყველა სფეროზე იქნება ზეგავლენა ამ ეტაპიდან გამომდინარე. და ყველა სფეროში შეიცვლება აქ ენერგიები. მაგრამ მთავარი მნიშვნელოვანი იქნება სასიყვარულო საკითხები და ფინანსები, სასიყვარულო ფინანსები. თუმცა კიდევ ერთხელ ყველა სფეროს შეცვლის ეს ეტაპი, ყველა სფეროს შეცვლის, ხო? კარგი. ნახოთ რას შეცვლის. მოდი ნახოთ რას შეცვლის. და ვფიქრობ ახლა ბევრს დაინტერესებს ეს. თუ რა ხდება, ხო, რა შეასაკა. რას შეცვლის? რას შეცვლის ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში? რას შეცვლის და რას მოიტანს ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში? რას შეცვლის და რას მოიტანს? რას შეცვლის? შეცვლის აი იმ სიტუაციებს, რასაც თქვენ ოცნებობდით. შესაძლოა აქ ვიღაცას ოცნებები შეეცვალოს. შესაძლოა აქ ურთიერთობაც შეეცვალოს. ანუ აქ შეცვლის იმას, რასაც ოცნებობდით? კი. რაზეც ოცნებობდით, ვიღაცას შესაძლოა ურთიერთობებიც შეეცვალოს, ან სხვა ფორმატში გადახვიდეთ, ან ადამიანი გაიცნოთ, ვინც აი რაღაც ისეთ ურთიერთობას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, რასაც ოცნებობდით, ხო? აქ მთავარია ის, რომ შეიცვლება ის ოცნებები, რაზეც ოცნებობდა, თუ ისეთ რამეს შეცვლის, რომ აი მოიტანს ასეთ რაღაცას. არა, შეცვლის იმას, რაზეც თქვენ ოცნებობდით. და შეცვლის რა კუთხით? ოცნება აგიხდება. საინტერესო. აქ იგრძნობა ის მომენტი, რომ შესაძლოა აქ მართლა რაზეც ოცნებობდით, ის აგიხდეთ. რაც ძალიან გინდოდათ. ხო, აი რაღაცა ისეთი შეიძლება მოიტანოს ამ ეტაპმა, რასაც დიდი ხანია შექმნატროდით, ოცნებობდით და გინდოდათ ეს რაღაც. ვიღაცას შესაძლოა ბუკვალურად აქ ბეჭედიც არის, ხო? ბეჭედი
ნიშნობა და მსგავსი რაღაც და აი ოცნება ამასთან დაკავშირებით თან ოჯახი რო აი ვიპოვ ისეთი მეგზურს ან ვოცნებობ ისეთ მეგზურის პოვნაზე ვისთანაც მაგალითად იქნება სტაბილური ურთიერთობა ხო ვიღაცასთან აი ეს შეიძლება შეიცვალოს და შეიცვალოს რა ეს ესე იგი ახთეს ნუ 50-50 ხო ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს და ვიღაცასთან კიდე სხვა ასპექტები და ცოტა სხვაგვარად როგორ თქვა გამოვლინდეს ეს გაშლა. კარგი, კიდევ რას შეცვლის ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რას შეცვლის? აუ ციკლს, აქ იქნება ციკლის შეცვლა. 10 აშკარად ციკლი შეიცვლება. ანუ აქამდე როგორც იყო თქვენ ცხოვრებაში, ან თუ რაღაცები მეორდებოდა, იქნებოდა ეს ურთიერთობა, ან კარიერასთან დაკავშირებული საკითხები, აი ეს შეიცვლება აქ. აქ აშკარად რაღაც საბოლოოდ სრულდება თქვენს ცხოვრებაში. და ხდება ტრანსფორმაცია. რაღაცის საბოლოო დასრულება. და ნახეთ რა ის. აი ამის დასრულება, ხო, ეშმაკის საბოლოო დასრულება. ეშმაკი ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს სამსახური, რომელიც ჩვენ არ მოგწონს. პირობები, რომელშიც ჩვენ არ მოგწონს ყოფნა. ეს პირობები შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ სამსახურში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში, ჩვენს თვითგანვითარებაში, ჩვენს კარიერაში, ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს აქ ის დევილის არკანი, რაც ჩვენ გვატყუებს, გვიშლის ხელს, წინ არ გვუშვებს, არ გვანვითარებს და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაძლოა ვიღაცასთან ეს დამოკიდებულებები იყოს, ხო, მიჯაჭვულობები. ამიტომ აქ საბოლოოდ სრულდება აი ეს ჩვენი მიჯაჭვულობები. შესაძლოა აქ ისიც იყოს, რომ აი რაზეც ვოცნებობდით, მივხვდეთ, რომ სინამდვილეში სხვა რამე გვინდა. ხო, აი ეს იყო. აი დასაწყისში ამაზე ვფიქრობდი მეც, მაგიტო თქვი ოცნების შეცვლა, რომ აი რაზეც მაგალითად შესაძლოა ვიღაცასთან იყოს შემდეგი სიტუაცია, რომ აი ვოცნებობ ამაზე და მე დავინახო, რომ რეალურად ეს სულაც არ მინდა მე მაგალითად, ხო, ვიღაცასთან შესაძლოა ასე იყოს. კარგი. და კიდევ რას შეცვლის ეს ეტაპი? წარმატებას მოიტანს ეს ეტაპი, მოგიტანს წარმატებას. და მე აქ მაინც ვგრძნობ, რომ ეს ეტაპი შეცვლის თქვენს ოცნებას. მაგრამ შეცვლის თქვენს ოცნებას ისე კი არა, რომ აი გული აგიცრუვდეთ რაღაცაზე, რაზეც ოცნებობდით, არამედ პირიქით შეცვლის თქვენს ოცნებას, იმიტომ რომ თქვენ რაღაცას ისეც მიიღებთ, ისე ღირსიც ხართ დადებითად, რასაც შენატროდით, უფრო სწორად, შენატროდით. აი მაინც ასეთი შეგრძნება მაქვს აქ. კარგი, მოდი ვნახოთ, რას მოგიტანთ და ესეც დაგვახმარებ. მეგობრებო, აქ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრისთვის ეს ეტაპი მოიტანს წყვილს. ვისთვისაც აქტუალურია ეს, ვისთვისაც არა, ბუნებრივია, რაც არ გინდათ, არ გექნებათ, მაგრამ აი ვინც ეძებს, ვინც ელოდება, აი თავის წყვილს, ურთიერთობას, იცოდეთ, რომ ეს ეტაპი ზუსტად ამაზე, იმიტომ რომ აქ ეს აშკარად არის. ეს ეტაპი მოგიტანთ თქვენ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენ იპოვოთ თქვენი ადამიანი, ვისთანაც ერთად იქნებით თქვენი ცხოვრების გზაზე და ვისთანაც მაგალითად ბევრი თანხმედრა გექნებათ ურთიერთობაში ან რაღაც ცხოვრებისეულ შეხედულებებში. აქ ეს აშკარად არის და რასაც შეცვლის, ზუსტადაც მაგას შეცვლის, რომ აქამდე შესაძლოა ეს იყო უბრალოდ ოცნება თქვენი და შეიძლება ეს შეიცვალოს და გახდეს რეალობა. აი ეს მინდა აქ თქვა. კიდევ რას მოგიტანთ ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ტრანსფორმაციას. აშკარად. ტრანსფორმაციას, აქ იქნება ბევრი ცვლილებები. აქ იქნება რაღაც ეტაპის დასრულება და წასვლა. აქ იქნება ჩელენჯებიც, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული სახის ჩელენჯებიც. შესაძლოა არ იყოს ეს ყველაფერი მარტივი, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერში არ იქნებით მარტო. და აქ იქნება ის ადამიანი, ვინც თქვენს გვერდით იქნება, ან ადამიანები თუნდაც. და ზოგადად კიდევ რაზე არის ხო ეს ეტაპი კიდევ ერთხელ? არჩევაზე. აირჩიოთ გზა,
რა მიმართულებით მივდივარ, სად მივდივარ და რა მინდა. აი ამაზე არის ეს ეტაპი, რომ საბოლოოდ გავაკეთო არჩევანი რა მინდა, როგორ და ეს არჩევანი არ იყოს აი 2-3 თვე რომ ვზივარ და ვირჩევ, არამედ ბუნებრივია მივცე საკუთარ თავს დრო, მაგრამ აი ავირჩიო საბოლოოდ და აღარ გადავუხვე ამ გზიდან, მიუხედავად იმისა, რომ მაშინებს წინ გამოწვევები, რომ მაშინებს აი კლდეები და ნუ რამდენი რამე უნდა გავიარხო, მაშინებს რაღაც ფაქტორები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მე ეს მინდა და ამიტომ აღარ მეშინია. მე ვენდობი ამ სიტუაციას და მე მივდივარ ამ მიმართულებით. ხო, ეს ეტაპი არის ამაზე. ახლა ვისთვის რა არჩევანია და ვისთვის რა თემაა? ეს უკვე თქვენ თვითონ იცით, ხო? თქვენ თვითონაც იგრძნობთ აქ, რა თემა წამოგივათ შინაგანად ან თქვენს გონებაში რა თემა ამოტივტივდება, ხო? აი, რა საკითხი. აი ეს არის ამ ეტაპთან დაკავშირებით მთავარი ასეთი ჰიმნია, ასე ვთქვათ, ამ ეტაპის არის ეს. კარგი. მაშინ რა უნდა იცოდეთ აი ამ ეტაპთან დაკავშირებით? რა უნდა იცოდეთ აი ამ ეტაპთან დაკავშირებით? რო არ იქნებით მარტო ამ ეტაპში, ამ ეტაპზე არ იქნებით მარტო და ასევე ისიც რომ იოცნებოთ თამამად, იოცნებოთ გაყვეთ თქვენს ოცნებებს, თუმცა იქონიოთ კავშირი რეალობასთანაც. რომ აი ეს ოცნებები იყოს დაკავშირებული რეალობასთან, რომ ამას ჰქონდეს ფუძე, რომ ამას ჰქონდეს სტაბილურობა და აქ არის ოცნებების ახდენა და აუცილებლად მიეცით საკუთარ თავს ამის შესაძლებლობა, რომ იოცნებოთ, რომ გაყვეთ თქვენ ოცნებებს, რომ ენდოთ მაგალითად კონკრეტულ ადამიანს, თუ ასეთი არის თქვენ ცხოვრებაში ან სიტუაციას და იოცნებოთ, მაგრამ ეს ოცნება დაუკავშიროთ რეალობას, რომ პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ მისი ახდენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. და კიდევ ერთხელ, რას მოგიტანთ საბოლოო ჯამში ეს ეტაპი? რა ვთქვა? აქ ისევე მამაკაცის კარტი ამოვიდა. ვისთვისაც ეს აქტუალურია, აქ პირდაპირ გვიპასუხეს და გვაჩვენეს, რომ აი ამას მოიყვანს თქვენთან ეს ეტაპი და ასეთ პიროვნებას მოიყვანს. ან ვისთვისაც ეს აქტუალური მაგალითად არ არის, ხო, სასიყვარულო სფერო. მაშინ აი ცვლილებებს, იმ სახის ცვლილებებს ან იმას, რაც გინდათ, რასაც ოცნებობდით, ან რისკენაც ილტვოდით თქვენ ცხოვრებაში, ან ილტვით ახლა მაგალითად, ან გინდათ, რომ აი ასე განვითარდეს ეს სიტუაცია, აი კონკრეტულად აი ამნაირად მოხდეს, ხო? ესეც არის აქ. და ნუ კარგი, ბოლო ის გავაკეთოთ, ამოღება ასე რომ ვთქვათ. ბოლო ამოღება 3 კარტის. რჩევა, ხო, თქვენთვის ესეთი. რჩევა დარიგებაა, რო იტყვიან, აი. რჩევა თქვენთვის. ძალიან რა გავაკეთო? აქ ძალიან არ მინდა ბანალური ვიყო ახლა, მაგრამ ნუ აი არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ბუკვალურად და პირდაპირ მიჩვენებენ კარტები, რომ რჩევა და დარიგება მოდის თქვენთან ის მამაკაცი, ვისთანაც აქ, რა ვიცი, საოცრებები გელოდებათ და კიდევ ერთხელ ვისთვისაც აქტუალურია სტაბილური ურთიერთობა, ხანგრძლივი ურთიერთობა და ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, აი ეს იქნება ამ პიროვნებასთან, ვინც ქალბატონებზე ფოკუსირდება და ფიქრობს ხოლმე სასიყვარულო სფეროში, თქვენზე მოარგეთ ეს ინფორმაცია, ხო, კიდევ ერთხელ სქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ჩემი უმრავლესობა მაყურებლების მამაკაცს იფიქრებს ხოლმე და ამიტომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას, თორე თქვენ ვინც გინდათ, როგორც არის თქვენთვის ახლა და აქტუალური. უბრალოდ იოცნებოთ და იცოდეთ, რომ თქვენთან მოდის თქვენი ბედნიერება. ასე რომ აქ აი არ ვიცი, მეტი არც ვიცი რა უნდა გითხრათ, უბრალოდ ორაკულის დასტით ვიკითხოთ, ესეთი რჩევა ენერგიასთან დაკავშირებით, ხო? ენერგეტიკულად მაგალითად რაზე ფოკუსირდეთ, რომ აი ეს ნუ გეშინიათ, რომ feeling fear is a call for love, ანუ რო გრძნობ შიშ, ეს არის სიყვარულის ძახილი სინამდვილეში, ხო?
თუ ჩვენ გვზნობთ სინამდვილეში ჩვენ გვეშინია, სინამდვილეში ჩვენ ემოციები გვაქვს და სინამდვილეში ჩვენ გვინდა სიყვარული, რაც ბუნებრივია, ხო, ყველას გვინდა სიყვარული. ასე რომ არ შეგეშინდეთ, ირწმუნებთ სიყვარულის, ენდეთ საკუთარ თავს და ეს აუცილებლად მოხდება. თქვენთან მოდის აქ სიყვარული. ვიღაცასთან უკვე მოსული შეიძლება იყოს, ვიღაცასთან მოდის, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერება, სულ ყველაფერი კარგი, ეს გაშლა დამხტულია დადებითი ვიბრაციებით, რომ თქვენთან მაქსიმალურად დადებითად წამოვიდეს ეს ინფორმაცია და მაქსიმალურად თქვენთვის სასიხარულოდ და სასიკეთოდ მოხდეს ეს ყველაფერი თქვენთან. წარმატებებს გისურვებთ, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა, ვისაც მოგეწონათ, დატოვეთ თქვენი უკავშირი, რა საკითხთან დაკავშირებით მოგინდებოდათ კიდე გაშლის მოსმენა. ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზე. წარმატებები ყველას!